სანამ აქ ჩამოვიდოდით, ბევრი უცხოელის ვიდეო ვნახე და ყველა აღნიშნავს, რომ თუ ვიზა არ გაქვს და ნიუ-იორკი გაინტერესებს, ვარშავაში უნდა ჩამოხვიდე. ჩვენ კი ჩამოვედით, რომ ჩვენი თვალით გვენახა ეს სილამაზე, ეს ხედი და ეს ლამაზი შენობები. ეს ვიდეო ესე არ იწყება. მოდი თავიდან ვნახოთ. სანამ ვიდეოს დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარის ღილაკი. ქუთაისის აეროპორტიდან გადავფრინდით შოპენის საერთაშორისო აეროპორტში, რასაც დაახლოებით 3 საათი და 15 წუთი დასჭირდა. ქალაქის ცენტრამდე ტაქსის ღირებულება დაახლოებით 15 ევროა. დაგვხვდა უჩვეულოდ მზიანი და კარგი ამინდი, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. სასტუმროში ჩეკინი მქონდა 3 საათზე, ჩვენ კი დაახლოებით 5 საათი მქონდა დრო, რომელიც რა თქმა უნდა, კვებისთვის და ქალაქის დასათვალიერებლად გამოვიყენეთ. საუზმე მივირთვით პატარა კაფეში, სადაც ყველაფერი ცივი და უგემური იყო, ასევე ძვირიც და პირველი რაც გაგვახსენდა, სადაც გემრიელად შევჭამდით, იყო რა თქმა უნდა მაკდონალდსი. სადაც განსხვავებული მენიუ დახვდა, რაც ყველაზე მეტად მოგვეწონა, ეს kids menu იყო, რომელიც ძირითადად ბოსტნეულისა და ხილისაგან შედგებოდა. ცოტა ვისეირნეთ, ცოტა ქალაქიც დავათვალიერეთ და ამასობაში ჩეკინის დროც მოვიდა. ნიუ-იორკში ვარ ჩემი აზრით? კი. ნიუ-იორკში არ ვართ, მაგრამ როდესაც ვეძებდი ჩემი ცოლისთვის, დღეს ჩემი ცოლი 31 წლის გახდა, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება. გილოცავ. ეს მავიწყდება. ჯენზური რაღაცეები. ნებისმიერი ვლოგერი, ვინც ჩამოდის ვარშავაში, სათაურად იყენებს ევროპის ნიუ-იორკს. მეც მაინტერესებდა, გავს თუ არა ნიუ-იორკს, მაგრამ დიდად აგრა. ლამაზია, ჯერჯერობით ძალიან ცოტა რამ ვნახეთ. ცოტა ხანში ავიდეთ, დავათვალიერეთ ნომერი, ხედები. მამა. დაილელოთ ხედები, ნომერი. ძალიან ცდილობ ჩემი შვილი დახმარებას, იმიტომ რომ მართლა მესაჭიროება. ფასებს რაც შეეხება საკვების საკმაოდ ადეკვატურია, იმიტომ რომ მეც და ჩემი ცოლიც პირველ რიგში საკვებით ვინტერესდებით, ხო ესეა ჩემო ცოლო? თავი დამიქნია აშკარად. რაც შეეხება სასტუმროს, ერთი ღამის ღირებულება არის 200 ევრო, ჯამში დაგვიჭდა 800 ევრო. დას დავისვენებთ, საღამოს უკვე ცოტა გავლამაზდებით, გამოვიპრანჭებით და სადღაც გავალთ. სავარაუდოდ რომელიმე ლაუნჯში. თუ რადისონს აქვს თავის ლაუნჯი, აღარ ავიტკიებთ თავს, მოკლედ აქ დავრჩებით. Happy birthday to you. Guess Anasi. ნახოთ თუ ღირდა 4 ღამეში 800 ევროს გადახდა. ბავშვის საწოლის ყოფილა. ბაბაზანო ნახოთ. რა სიტყვი ანა ღირდა 200 ევროს გადახდა ღამეში. კარგი ნომერი. ფასიც კარგია, ნომერიც კარგია. ხედი ვნახოთ. დიდი ვერაფერი, მაგრამ სტადიონი გვაქვს წინ. ამასობაში მოსაღამავდა და წავედი დაბადების დღის აღსანიშნავად, რეიტინგით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას. სადაც გარემო ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. როგორც გითხარით, დღეს მხოლოდ ჩემი მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავ და სხვა არაფერს ვაკეთებთ, ანუ არ ვნახულობთ არანაირ სანახაობებს, არ შევდივართ არც ერთ მუზეუმში და ასე შემდეგ. მოვედი ძალიან ლამაზ რესტორანში, რომლის სახელიც არის დამოვიწყდა და აქ ამონათდება. შევუკვეთეთ კერძები, რომელიც დაახლოებით გვიჭდება $100-მდე, ალბათ, ევროებში 90 евро. ძალიან გთხოვთ, ჩემი მეგობრები, ვინც ხართ და ჩემი კვების რაციონი და ზოგადად ჩემი კვების ისტორია იცით, აი ეს მომიტანეს, ავირჩიე რაღაცნაირად, მინდოდა ცოტა ბევრი რო ყოფილი. ეს არის ჩემი, ეს ჩემი მეუღლეს მოუტანეს და ეს ჩემი ბავშვს. დიდი მადლობა ამ რესტორანს. არა, ხედი მართლა ძალიან ლამაზია, პროსტა ანახე რა გთხოვ.
ხედი ძალიან ლამაზია მართლა და ზოგადად ძალიან ლამაზი რესტორანია, მაგრამ საჭმელად არ უნდა შემოხვიდეთ. მე აქედან გავალ მშიერი ალბათ და ისევ მაკდონალდსთან მივაშურებ. არ გამოდის სხვანაირად. ამ პეროს გამოვიყენებ დღეს, რადგან ესე მომიწია, თორემ მე არ ვარ ესეთი. მე კვება მიყვარს ძალიან და ვაფასებ კვებას. ეხლა კი დანაჩანგალს ავიღებ და ძალიან წვრილად დავჭრი, რომ ძალიან ნელა შევჭამო და დრო გავიყვანო. მადლობა. განახებთ კადრებს დღევანდელი საღამოდან. არ შენერ მაგწონ? რაც შეეხება ჩემს კერძს, საქონლის ტარტარი, ბოროვიკის სოკოთი, კრემფრეში და კალმახის ხიზილალით, მხოლოდ სახელი და ფასი ქონდა მიმზიდველი. მოვედით საჭმელად, მოვიტანეთ მაკარონი, მოვიტანეთ კოკა-კოლა და შენ არაფერს არ წავ. და ჩვენი მოვიტანეთ ეს ნატულამ იდე მამა ასადა საპია ხალხს და ხელს შევეღახდა ბლოგერი ეს. საპია და სადებელი ამასობაში ჩემი დაბადების დღეც აღნიშნეთ პატარა დესერტით. რა თქმა უნდა, სურვილით ჩავიფიქრე, რომელსაც ჩემთვის დავიტოვებ. ესე იგი, ჩემო მეგობრებო, გამოვედი და შესვლამდე კაცი ვიყავით. ეხლა გაბითურებული გამოვედი, შერას გაგვაბითურეს ძალიან მართლად. 100 ევროზე მეტი დავტოვეთ და არაფერი გვიჭამი ეს არის. საშტიკი მქონდა ყველაფერს. ძალიან ცოტა იყო და ძალიან ძვირადად და მოგლა ძალიან შენ ლამაზად გამოიყურები. განვიტვირთოთ სადა შემოვამას. და ჩავიდეთ აუზზე, აუზზე ხო ჩავიდეთ. წავედით. გუშინ დალვახშამთან შედარებით დღევანდელი საუზმე ნამდვილად არაჩვეულებრივი იყო. მრავალფეროვანი არჩევანი ყველა გემოვნების ადამიანისთვის. ასევე რაც აღსანიშნავი ფაქტია არის ის, რომ აქვე არის მოწყობილი საბავშვო სივრცეც, რაც ძალიან მოსახერხებელია მშობლებისთვის. ეხლა ვიმყოფებით ძველ ვარშავაში და ძალიან ლამაზია რა ეს ყველაფერი. ფერადი შენობები, ისტორია. თავის მე პირადად ახალზე მეტად ბევრად ლამაზი მგონია აქაუგო, რადგან ისტორიული ადგილია. და გათვალიერებინებთ ყველაფერს.
ესეთ ცერემონიალს კათოლიკეების ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. თან გაგვიმართლა, ანუ შევედით თუ არა, დაახლოებით 2-3 წუთში დაიწყო. და ბავშვმა ცოტა იტირა, მაგრამ მე შეეშინდა მოვიდნენ ასე. მე მიხვდა რომ ცოტა მე შემეშინდა, იმდენი ხალხი გამოვიდა უცე. მე ძალიან ლამაზია. აუ ძალიან. დღევანდელი სიცხე იმსახურებდა ერთი კათხალოდის დალევას. ეს ერთი კათხა არის 1 ლიტრი ჟივეცი, რაც არის ცოტა უცნაური სახელი ჟივეცი, მაგრამ დავაგემოვნოთ, ნახოთ როგორია. ზახარიჩ მაგარია. გაგვიმარ? დალია ბაბა. Tomorrow, ძალიან კემიარია. თუ გეწანა? სახალო. Old Town-ი. ეს ის ადგილია, სადაც ისტორია და თანამედროვე ცხოვრება ერთად სუნთქავს. ამინდი იდეალურია, მზიანი დღე, სუფთაცა და ქალაქის სავსეა ხალხით. აქ თითოეული ქუჩა რაღაცას გიყვება, ფერადი შენობები, პატარა კაფეები და ქვაფენილიანი გზები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად ძველიც არის და ცოცხალიც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ომის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა, დღეს ყველაფერი ისე აღდგენილი, თითქოს დრო არასდროს შეჩერებულა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ისტორიის დაბრუნება. შემოვიდით ულამაზეს კაფეში, ძალიან პატარა და მშვიდ და უცნაური ნაყიდები აქვთ. ანუ ხო გონიათ რომ ჩვეულებრივი ნაყიდი. გინახავთ ესეთი სადმე. რომ ხილა უბრალოდ შეხი. და ჯამში ეს ყველაფერი დაჯდა 3 ნაყინი, დაახლოებით სადღაც $10-მდე რა. იდეალური მართლა. შევჭამოთ და ვნახოთ გემოცი. ტრადიციულად ბავშვს როცა ძინავს ჩვენ მივდივართ სავარჯიშოდ. თან გაშვენებთ დარბაზს. რასაც შევხედე გარედან, ყველა ტრენაჟერია საერთოდ. შევიდე ჩინო გამოსვლა. ეხლა ველოდებით ტაქს, ვაპირებთ ქართულ რესტორანში წასვლას. რომლის სახელიც არის მადლობა და რომლის შეფსარეული არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ფაქტურად ერთად ვართ გაზრდილები და მივალ და ვნახავთ, ან 2 წელი არ მინახავს და გამოვკითხავ რაღაცებს. მოვედი, ძალიან გამიხარდა, ან რამდენი ხანია არ მინახავს და როგორი შეცვლილია. მენიუ როცა ავიღეთ, მოკლედ ვერაფერი ვერ ავარჩიეთ, ყველაფერი ქართული, ჯიგრული, ჩვენი იყო, ამიტომ არჩევანი ძალიან დიდია და თვითონ დათუნა მითხრა, რომ მე თვითონ გავაკეთებ ჩემს საფირმო რაღაც კერძებს და ვნახოთ, დაველოდოთ და შევაფასოთ რა. მამიდო და მეგობანი თქვარ, სანაპირი დაიდგე. ой ეს არის თომასის მინი ბურგერი ფრი, საქონლის ენის სალათი, ძალიან ლამაზად გამოიყურება და გიორგისთვის დავფიქსიროთ. დათუნასგან მე მომივიდა ხაშლამა, რომელიც ძალიან მადი სამფრთხილად გამოიყურება და ანუ სუნის ახსნა რო შემეძლოს რა სუნები მომდის ახლა. ალბათ არ ვიცი, ყველაზე გემრიელი რაც შეგისუნთქავთ, ეგეთი სუნი აქვს. ნახოთ, დავაგემოვნოთ. თვით შევსარეულო მოგვართვა ეს ყველაფერი. მე მგონია ძალიან გემრიელი იქნება უკვე. რა თქმა უნდა, დღის ბოლოს კინძმარაულით მინდა რომ დათუნას გამომარჯოს და დათუნას ხელს. შეფასება უნდა გამეკეთებინა რა გარეთ, მაგრამ მინდა რომ აქვე ვთქვა. აქ უნდა შემახსენეს საქონლის ენის სალათი, ხო? მე ეგეთი რამე არ მაგასინჯული და არ ვიცი, საღოლ რა დათუნ ჯიგარი ხარ, ძმა ხარ.
მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს ჩემო სიყვარულო მიყვარხართ ძალიან ზოგადად არ ვსვავთ რა და ეხლაც რაღაცნაირად დაგვაძალეს რომ ერთი ჭიქა დაგველია და მოდი დავლიოთ ეხლა მოვედით კედელთან, რომელიც უბრალო კედელი არ არის და ატარებს ძალიან დიდ ისტორიას. ეს არის მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებული გერმანელი ნაცისტების მიერ, სადაც მათ გამოკეტილი ჰყავდათ ებრაელები და არ უშვებდნენ გარეთ, სადაც იყო ძალიან დიდი შიმშილი, ავადმყოფობა, სიკვდილი. ამ რეპრესიებს ზოგადად 100,000-მდე ებრაელი შეეწირა და ძალიან ისტორიული ადგილია. ხი მოდის, პატივს მიაგებს. ბევრი ხალხი იყო სხვადასხვა. დღეს არის ძალიან ცუდი ამინდი, არ ვაპირებდით გარეთ გამოსვლას. თუმცა ხო, სასტუმროში ყოფნას ჯობდა ალბათ რაღაცეები გვენახა და ეს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილია. ძალიან მაღალია დაახლოებით 5 მეტრზე ზემოთ არის ალბათ კედელი, მეტი თუ არა. და ხო 1943 წელს შემდეგ მოხდა აჯანყება თვითონ ებრაელების, რაც ნაცისტებმა საკმაოდ სასტიკად ჩაახშვეს და დაიღუპა ძალიან ბევრი. როგორც გითხარით, დაახლოებით 100,000-მდე ადამიანი. Thank you. დღეს როგორც გითხარით, ძალიან ცუდი ამინდი, ეხლა საღამოს გამოვედით და ვაპირებთ რამოდენიმე სათავჯენი ვნახოთ. პირველი არის ეს ულამაზესი შენობა, კულტურისა და მეცნიერების ცენტრი. ავიდეთ ზემოთ, ნახოთ, როგორი ხედებია და შემდეგ საღამოს უფრო მაგარ ხედებზე ავდივართ. თან ეხლა ბოლომდე დაღამებული არ არის და დღეც გვაინტერესებს ხედები და მე საღამოს უკვე 9-ზე გვაქვს დაჯავშნილი. ხედებიც უნდა დაჯავშნოთ სხვათა შორის რო იცოდეთ აქ. წავედით. მე ვიტყვი რომ ძალიან მაინტერესებს მაღლა რა ხდება და მერცული მაქვს ავიდე. თქვენ რას ფიქრობთ? მე დაბლა მოტოს. დაბლა მოგწონს? რამდენად ღირდა ამაში ფულის გადახდა? ხო, აი შემდეგ ლოკაციაზე ისეთი ხედები უნდა ვნახოთ. ცუდი არ არის, პროსტა. რაღაცები ბარიერები თავს ფარავს. ხო, ნუ მთელი მოღამი ეგ არის. და იმედია საღამოს სადაც მივდივართ, იქ იქნება მარტო შუშა თორე. და ისევ რიგში მოგვიწია დგომა. ძალიან დავიღალეთ რა, თან ძალიან ცუდი ამინდია გარეთ. ხალხის რაოდენობა შეხედე, გეხვეწები. ცილამაზეა. აქ ნამდვილად ღირდა. უკვე ღირდა. ამოვედით ხედზე და ცოცივა, აღარც ესეთი ხედი გვინდა და. ხო. არა უშავს. აბა როგორ გინდა და
ბოლოს ვაპირებდით სადმე გასვლას სავახშმოთ, თუმცა ძალიან ცუდი ამინდის გამო გადავწყვიტეთ ნომერში დაბრუნება და room service-ით სარგებლობა. ჩამოფრინდით და იმდენად კარგი ამინდი დაგვხვდა, დასანანი იქნებოდა ჩვენი ყველაზე ლამაზი ზღვისპირა ქალაქი ბათუმი რომ არ გვენახა. გზიდანვე დავჯავშნეთ ნომერი კასტელო მარეში და ამაღლებული განწყობით წავედით. მისვლისთანავე გაოცება გამოიწვია ჩვენმა ნომერმა, რომლის ხედიც იშლებოდა ბათუმზე. არ შეიძლებოდა ამ ხედზე რომ არ გვესადილა და აქაც ვისარგებლეთ room service-ით. დავაგემოვნეთ უგემრიელესი კერძები და ვტკბებოდით ზღვის ყურებით. დაიფარე თავზე მა? საღამოს რა თქმა უნდა ჩამოვედით ულამაზეს ბათუმში და შერატონში ავედით სუშის საჭმელად. ამოვედით და მშვენიერი შეთავაზება ქონდათ. როლს თუ აიღებს სუშის, ერთი ჭიქა ღვინო მოყვება, წითელი ან თეთრი, ჩვენ ავარჩიეთ თეთრი ღვინო, 2 როლი ავიღეთ შესაბამისად, მოგვივა 16 ნაჭერი და 2 ჭიქა ღვინო. ის ნორმალურია და ახლა 100 ლარამდე დაგვიჭდება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგია. მოკლედ მოვიდა და მინდა რომ სასწრაფოდ გავსინჯო. ჯერ ესეთი რაღაცები გავაკეთოთ, რომ კარგად გაიხსნა და შემდეგ ფილადელფია გავსინჯოთ. გემრიელია. დღეს სუშის ვსინჯავთ და ხვალ რა თქმა უნდა წავალთ თევზის ბაზარში, სადაც უგემრიელის რაღაცები იყიდება და მოგიყვებით ყველაფერს. და ჩვენი ვოიაჟის ბოლო დღეს, რა თქმა უნდა, ბათუმის ბულვარიდან გიერთდებით, რომელიც ძალიან მომწონს ნებისმიერ სეზონზე. რამდენ ქვეყანაში, რამდენ ქალაქში ვარ დამყოფი, მაგრამ ესეთი ვაიბი, რაც ბათუმს აქვს, არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ ქალაქში არ მინახავს. ნამდვილად ნებისმიერ სეზონზე მიყვარს აქ ჩამოსვლა. და რა თქმა უნდა დღის ბოლოს და ვიდეოს ბოლოს მოვედით ფიშლანდიაში, სადაც უნდა ვჭამოთ უგემრიელესი თევზები. რაც შეეხება თვითონ მოგზაურობას, რაც შეეხება ბათუმს, გვინდა 2 სიტყვით შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ვარშავა არის იდეალური, რამოდენიმე დღე აუცილებლად უნდა წახვიდეთ და ნახოთ. ასევე ბათუმში უნდა ჩამოხვიდეთ, როდესაც კარგი ამინდი დაგეკეთოთ, იმიტომ რომ არ აქვს სეზონის მნიშვნელობა, ბათუმი არის ულამაზესი. და შეგიძლიათ რა თქმა უნდა გემრიელი კერძები დააგემოვნოთ, ისე იმნოთ ულამაზეს ქუჩებში და ნახოთ ულამაზეს შენობები. ვარშავას რაც შეეხება, ნამდვილად ძალიან ლამაზი ქალაქია. ის ძველი ქალაქიც და ძველი ნაწილიც და თანამედროვე ნაწილიც ძალიან უხდება. ბათუმი დღეს ცოტა დაკეტილი დაგვხვდა რაღაცეები და ეგ მინუსი აქვს, რომ რაღაცა გასართობი აქტივობები რაც არის და
ბავშვიდითაც შეგიძლიათ გაართვათ დაგეგმილია ამ ეტაპზე არასეზონის გამო. თუმცა ხო გარემო იმდენად კარგია და კერძებიც იმდენად გემრიელია, რომ მხოლოდ ამიტომ ღირს რომ ერთი ტყით მაინც ჩამოხვდება თვეშიც. კარგი, დავამშვიდობოთ ხოლმე დროებით, შევხვდებით. ისევ არ ვიცით რომელი ლოკაციიდან, ისევ არ გვაქვს არაფერი დაგეგმილი, თუმცა აუცილებლად შევხვდებით.